დღეს რუბრიკა ფინანსური სექტორის ფარგლებში საქართველოს ფინანსური სექტორის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტექნოლოგიური განახლების ეტაპზე ვსაუბრობთ. ეროვნულმა ბანკმა ავტომატიზებული გადარიცხვებისა და ელექტრონული ანგარიშწორების ახალი საგადახდო სისტემა დანერგა. სოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის ფარგლებში სრულად განახლდა დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშწორებისა და კრილინგის სისტემები. ამასთან სისტემური მნიშვნელობის პროექტის ფარგლებში სეფთან ერთად ინფრასტრუქტურული და ტექნოლოგიური ცვლილებები განახორციელეს ყველა კომერციულმა ბანკმა, მიკრობანკმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ხაზინამ. შედეგად საქართველოს საგადახდო ინფრასტრუქტურა კიდევ უფრო დაუახლოვდა საერთაშორისო სტანდარტებს და მზად არის თანამედროვე ციფრული ფინანსური სერვისების განვითარებისთვის. აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული საგადახდო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის პროექტით სხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკები აქტიურად ინტერესდებიან. რამდენიმე დღის წინ სეფს გამოცდილების გაზიარებისა და თანამედროვე საგადახდო სისტემების დანერგვასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად სომხეთის ცენტრალური ბანკის დელეგაცია სტუმრობდა. უფრო ვცვლად, რა შესაძლებლობებს ქმნის ახალი სისტემა ფინანსური სექტორისთვის, როგორ აისახება ის ცვლილება მომხმარებლების ყოველდღიურ საბანკო ოპერაციებზე, რამდენად სწრაფი, უსაფრთხო და ეფექტიანი გახდება გადახდები და რა როლს შეასრულებს ახალი ინფრასტრუქტურა მყისიერი გადახდების, ფინტეკ ეკოსისტემისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესში. თემაზე სასაუბროდ ბიზნეს პარტნიორი სტუმარია საქართველოს ეროვნული ბანკის საგადახდო სისტემების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნატალია ჭყოიძე. მოგესალმებით, ქალბატონი ნატალია. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენ მაყურებელს. პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადოთ სტუდიაში მოწვევისთვის და ამ შესაძლებლობისთვის, რომ ვისაუბრო ეროვნული ბანკის რეფორმების შესახებ, რომელიც საგადახდო სისტემის მიმართულებით ხორციელდება. კი ბატონო, ეროვნული ბანკი ამ პროექტს, რაც ჩვენ ახლა უნდა ვისაუბროთ, ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ განახლებად აფასებს. საინტერესო იქნება თქვენგან მოვისმინოთ, თუ რა შეიცვალა, რატომ არის მნიშვნელოვანი ამ პროექტის განხორციელება ქვეყნის ფინანსური ინფრასტრუქტურისთვის, რადგან როგორც შესავალშიც აღნიშნეთ, საკმაოდ რთული და მასშტაბური პროცესი გაიარეთ, როგორც ტექნოლოგიური, ასევე ოპერაციული თვალსაზრისით. დიახ, სანამ თქვენ კითხვას უპასუხებდი, მოკლე შესავალს გავაკეთებ, რატომ ეროვნული ბანკი და რატომ საგადახდო სისტემები. როგორც თქვენთვის ცნობილია, ეროვნული ბანკის საქმიანობას და მის ფუნქციებს განსაზღვრავს საქართველოს კანონი, ორგანული კანონი ეროვნული ბანკის შესახებ. სწორედ ამ კანონის მიხედვით განსაზღვრული არის ერთ-ერთი ფუნქცია, რომელიც არის ხელი შეუწყოს საგადახდო სისტემების მდგრად, უსაფრთხო და ეფექტიან ფუნქციონირებას. სწორედ ამ ფუნქციის შესრულების მიზნით ეროვნული ბანკი მართავს, ნერგავს და ავითარებს საგადახდო სისტემას. და თქვენ როგორც აღნიშნეთ, ახლახანს განხორციელდა ძირეული განახლება არსებული საგადახდო სისტემის, რომელშიც ჩართული არის ყველა კომერციული ბანკი, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური და ასევე ეროვნული ბანკი. ეს არის ერთადერთი სისტემა ქვეყნის მასშტაბით, რომელშიც ჩართული არის ყველა ეს სუბიექტი და ის უზრუნველყოფს ფულადი სახსრების მიმოცვლას კომერციულ ბანკებს შორის, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს შორის და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, ნებისმიერი ბანკის მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა გადარიცხოს თანხა ნებისმიერი ბანკის მომხმარებელთან. და ეს არის უკვე ნორმა, ეს არ არის სიახლე, უკვე წლების განმავლობაშია ეროვნული ბანკი ასრულებს ამ ფუნქციას. რა შეიცვალა ამ განახლებით? პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ესეთი ძირეული განახლება განხორციელდა 15 წლის წინ. 15 წლის განმავლობაში ბუნებრივია, რომ ტექნოლოგიურად ბევრი რამ შეიცვალა და უკვე საჭირო იყო, რომ მომავალში გარკვეული რისკები რო არ წარმოშობილიყო, სისტემა განგვიახლებინა ტექნოლოგიურად. ამ ტექნოლოგიურმა განახლებამ მოგვცა ის, რომ და უკვე ერთი თვის განმავლობაში ვხედავთ, რომ გადარიცხვები გაცილებით უფრო სწრაფად მუშავდება სისტემის შიგნით. ამას დარწმუნებული ვარ, გრძნობენ კომერციული ბანკები და ეს საბოლოო ჯამში გავლენას იქონიებს უკვე მომხმარებლის გამოცდილებაზე. მათ ექნებათ შესაძლებლობა, რომ თავიანთი გადარიცხვები უფრო სწრაფად და უსაფრთხოდ შეასრულონ ახალი ინფრასტრუქტურის საშუალებით. და ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი მაყურებლისთვის და მომხმარებლისთვის ალბათ არის სწორედ ეს, რომ განვარტოთ რა იცვლება კონკრეტულად ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის უშუალოდ ყოველდღიურ საბანკო ოპერაციებში და ბანკებთან ურთიერთობის დროს.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს იყო პირველი ნაბიჯი ტექნოლოგიური განახლების და იმ რეფორმების, რასაც გეგმავს ეროვნული ბანკი. ამ განახლებით შეიქმნა მყარი ტექნოლოგიური საფუძველი მომდევნო რეფორმებისთვის და ამის ქვეშ გულისხმობთ პირველ რიგში მყისიერი გადახდების სისტემის დანერგვის შესაძლებლობა მოგვეცა. ამ სისტემის დანერგვისთვის აუცილებელი იყო არსებული ინფრასტრუქტურის ტექნოლოგიური განახლება და ის უკვე უზრუნველყოფს მომავალი ამ მყისიერი გადახდების სისტემის მხარდაჭერას. რაც შეეხება მყისიერი გადახდების სისტემას, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ეს მთლიანად ცვლის მომხმარებლის გამოცდილებას ის თუ როგორ შესრულდება გადარიცხვები ამ სისტემის დანერგვის შემდგომ. გადარიცხვა შესრულდება რამდენიმე წამის განმავლობაში მისი ინიცირებიდან მიმღების ანგარიშზე ასახვამდე და უკან გადამხდელი იღებს შეტყობინებას, რომ ეს თანხა უკვე მისული არის ადრესატამდე. ეს არის ძირითადი ცვლილება, რასაც ჩვენ ამ რეფორმების შედეგად ველით. სისწრაფე, საიმედოობა და უსაფრთხოება არის ალბათ ის მთავარი ბენეფიტი, რასაც რიგითი მომხმარებლები, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები მიიღებენ ამ სიახლისგან. პროექტი განხორციელდა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით. მოდით ახლა ვისაუბროთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა მსგავსი მასშტაბის პროექტის განხორციელებაში. დიახ, მსოფლიო ბანკი ჩვენ მხარდაჭერას გვიწევდა როგორც უკვე განხორციელებულ პროექტში, ასევე მყისიერი გადახდების სისტემის დანერგვის ფარგლებშიც. ჩართული არიან საერთაშორისო დონის ექსპერტები საგადახდო სფეროში და ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს შესაძლებლობა გავიზიაროთ საერთაშორისო გამოცდილება და ის გადმოვიტანოთ ჩვენ სისტემებში. შესაბამისად, ჩვენ სისტემებში უკვე დავნერგეთ ისეთი შესაძლებლობები, რომ მომავალში სხვა ქვეყნების სისტემებთან ინტეგრაცია უფრო მარტივი გაგვიხდეს. და ეს არის უკვე ჩვენი მომდევნო რეფორმები, რომლებსაც უკვე შემდგომ ეტაპებზე უფრო დეტალურად გვექნება შესაძლებლობა ვისაუბროთ თქვენთან და სხვა ეთერებში. საკმაოდ მნიშვნელოვანი სამუშაოს პირობებში ალბათ დგას გამოწვევების და ციფრული ტრანსფორმაციის პირობებში ალბათ გარდაუვალია გამოწვევების გარეშე ფონს გასვლა. სწორედ ამ გამოწვევებზე ვისაუბროთ ახლა ყველაზე მეტად ვთქვათ პრობლემური საკითხები რა ისახება. პირველ რიგში სწორედ ამ პროექტების მასშტაბიდან გამომდინარე გამოწვევები ბევრია, როგორც ეროვნული ბანკის მხრიდან, ვინაიდან პროექტის წარმატებით დანერგვისთვის დიდი რესურსი უნდა იყოს ჩადებული ამ სისტემის ტესტირების პროცესში და კიდევ უფრო რთულს ხდის ეს ამ პროექტს ის, რომ ჩართული არის ბევრი სხვა სუბიექტი. სულ მცირე 17 კომერციული ბანკი, 2 მიკრობანკი, სახელმწიფო ხაზინა და თავად ეროვნული ბანკი. და კოორდინაცია ამ სამუშაოების ამ პროექტის ფარგლებში საკმაოდ დიდ გამოწვევებთან არის დაკავშირებული. თუმცა უკვე წარმატებით შესრულებულმა ამ პროექტმა ჩვენ საკმაოდ დიდი გამოცდილება მოგვცა, გვასწავლა გარკვეული ასპექტები და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამ ახალ პროექტსაც წარმატებით გავართმევთ თავს სექტორის ყველა მონაწილესთან ერთად და იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლოსთვის უკვე მომხმარებელს შევთავაზებთ სწრაფ, უსაფრთხო და უფრო ხელმისაწვდო მომსახურებას. ქალბატონი ნატალია, რამდენად მზად არის ახალი ინფრასტრუქტურა ფინტექ სექტორის და სწორედ იმ ახალი ინოვაციური და ციფრული სერვისების მისაწოდებულად მომხმარებლისთვის ამ ეტაპისთვის? მართალი რომ გითხრათ, სექტორი ელოდება ამ საგადახდო სისტემას. ისინი აქტიურად არიან ჩართული დისკუსიებში, ესწრებიან ჩვენ პრეზენტაციებს და ამ ეტაპზე ჩვენ ვხედავთ ძალიან დიდ ინტერესს ზუსტად ფინტექ სექტორიდან. კი ბატონო, საინტერესო ასევე ვისაუბროთ ბალანსზე ინოვაციასა და უსაფრთხოებას შორის. კიბერუსაფრთხოება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი ციფრულ სამყაროში. ამ მიმართულებით ვთქვათ, რა სამუშაოებია გაწეული?
ესე იგი, რამდენიმე წლის წინ, როგორც ცნობილია, ჩვენ განვახორციელეთ ევროდირექტივის საგადახდო სფეროში ევროდირექტივის იმპლემენტაცია სრულ შესაბამისობაში ვართ აღნიშნულ დირექტივებთან და ეს დირექტივა ასევე მოიცავდა გარკვეული უსაფრთხოების ზომების დანერგვას საბანკო და ფინანსურ სექტორში. ამ ეტაპზე ყველა კომერციულ ბანკს დანერგილი აქვს თაღლითობის მონიტორინგის სისტემები, რითაც მათ აქვს შესაძლებელი მომხმარებლისთვის უჩვეულო გარიგების ამოცნობა და შესაბამისი ღონისძიებებს იღებენ ამ შემთხვევაში. შესაძლოა ოპერაცია გაჩერდეს და დამატებითი კომუნიკაცია განხორციელდეს მომხმარებელთან. გარდა ამისა, ასევე შეიცვალა სტანდარტი დისტანციურ არხებში ჩვენ საგადახდო ანგარიშზე წვდომის კუთხით. აქაც გარკვეული მოთხოვნები დაწესდა კომერციული ბანკების მიმართ და ამ ხრივ ფიქრობ ჩვენ უკვე მზად ვართ ამ მყისიერი გადახდების სისტემის მიწოდებისთვის, სექტორისთვის, თუმცა როგორც ვიცით, რომ ამ ტექნოლოგიებთან ერთად და დაცვის მექანიზმებთან ერთად თაღლითებიც ვითარდებიან და ახალი სცენარები შემოაქვთ მომხმარებლის მოსატყუებლად, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ასევე მომხმარებლის ცნობიერების ამაღლებაც და ამ ხრივაც გარკვეული სამუშაოების განხორციელება იქნება საჭირო. სისტემის დაცულობისა და მდგრადობისთვის, ანუ კომპლექსური მიდგომა არის თქვენი არჩევანი ამ შემთხვევაში. თქვენ არაერთხელ ახსენეთ მყისიერი გადახდები, რომლის დანერგვისთვისაც ემზადება ქვეყანა აქტიურად. RTGS-ის პროექტი არის ერთ-ერთი ფუნდამენტური წინაპირობა, როგორც აღნიშნეთ. როდისთვის განიხილავთ, რომ უკვე ხელმისაწვდომი იქნება მყისიერი გადახდების სისტემის დასრულება? ჩვენი გეგმის მიხედვით, ანუ მიზანია, რომ წლის ბოლოსთვის უკვე მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იყოს მყისიერი გადახდები. და შესაძლებელია თუ არა, რომ მომავალში ბანკინგის დიდი ნაწილი სრულად ავტომატიზებულ და რეალურ დროზე დაფუძნებულ მოდელზე გადავიდეს და ამ მიმართულებით საქართველოს პოზიციონირება რეგიონში და თქვათ განვითარებულ ქვეყნებთან მიმართებაში როგორია? თუ დავაკვირდებით იმ ქვეყნებს, სადაც მყისიერი გადახდები უკვე რამდენიმე წელია არსებობს, იქ ხედავთ ტენდენციას, რომ თავდაპირველ ეტაპზე ძირითადად ხორციელდებოდა ფიზიკურ პირებს შორის გადარიცხვები, თუმცა შემდგომ ეტაპზე უკვე ბიზნესის დიდი ნაწილიც გადაერთო მყისიერი გადახდების განხორციელებაზე და ჩვენც იგივე მოლოდინი გვაქვს, რომ ამით ისარგებლებენ და სარგებელს მიიღებენ არა მხოლოდ ფიზიკური პირები, ასევე იურიდიული პირები, განსაკუთრებით კი სავაჭრო ობიექტები, რომლებთაც შესაძლებლობა ექნებათ, რომ ალტერნატიული მეთოდით მიიღონ თანხები ბარათების პარალელურად. რეგიონში საგადახდო ინფრასტრუქტურის მოდერნიზების თვალსაზრისით ერთ-ერთი მოწინავეა საქართველო და ამას მოწმობს ალბათ ისიც, რომ არაერთი ქვეყნის ცენტრალური ბანკი გამოხატავს ინტერესს გამოცდილების გაზიარებისთვის. ჩვენ ვახსენეთ, რომ სომხეთის დელეგაცია სტუმრობს ჩვენს ქვეყანას. ამ მიმართულებით რამდენი სამაგალითოა საქართველო რეგიონისთვის? ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ მეზობელი ქვეყნიდან გვეწვივნენ და იზიარებენ ჩვენ გამოცდილებას წარმატებულად განხორციელებული პროექტის შესახებ. რა თქმა უნდა, ესეთი თანამშრომლებები ქონდა ჩვენ წინა ეტაპებზეც და არაერთი ქვეყნის ცენტრალური ბანკის წარმომადგენლები სტუმრობდნენ ჩვენ და ვფიქრობ, ეს უფრო გააღრმავებს ქვეყნებს შორის ინფრასტრუქტურების დაახლოებას და მათ ინტეროპერაბელობას. რაც შეეხება რეგიონული ციფრული საგადახდო ჰაბის ფუნქციის შეთავსება ჩვენი ქვეყნისთვის რამდენად რეალურია? ცით არ არის გამორიცხული. რა თქმა უნდა, ჩვენი სამომავლო გეგმები არის, როდესაც დავნერგავთ და გავმართავთ ლოკალურად ინფრასტრუქტურას, სამომავლო გეგმა არის სხვა ქვეყნების ინფრასტრუქტურებთან ინტეგრაცია, რაც ხელს შეუწყობს უკვე ტრანსსაზღვრო გადარიცხვების განხორციელებას, მათ ხელმისაწვდომობის გაზრდას და დაჩქარებას. კი ბატონო, სამომავლო გეგმები გრძელვადიანად გასაგებია, მოკლევადიან პერიოდში რა
იქნება ის შემდეგი ნაბიჯები, რასაც ეროვნული ბანკი სწორედ საგადახდო სისტემებისა და ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების კუთხით გეგმავს და რაც თქვით ჩვენი მომხმარებლისთვის იქნება ხალმისაწვდომი. კი, რეფორმები დაგეგმილი არის რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის მოკლე პერიოდში ჩვენ ერთ-ერთ სასიამოვნო სიახლეს გაგაცნობთ. ეს ეხება საგადახდო მომსახურების პირობების და ტარიფების გამჭვირვალობის შესახებ, უпростоრად ხელმისაწვდომობის გაზრდის შესახებ გვაქვს ერთ-ერთი პროექტი, რომელიც მომხმარებელს საშუალებას მისცემს ერთ სივრცეში გაეცნოს ყველა კომერციული ბანკის ტარიფებს და გააკეთოს მისთვის სასურველი არჩევანი. ამაზე ალბათ უფრო მომავალში, უფრო დეტალურად გაგიზიარებთ აღნიშნული შესახებ ინფორმაციას. ინფორმირებული არჩევანის შესაძლებლობას აძლევთ ანუ მეტად მომხმარებელს. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ ნატალია სტუმრობისთვის, საინტერესო საუბრისთვის. საქართველოს ეროვნული ბანკის საგადახდო სისტემების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნატალია ჭყოიძე იყო ჩვენი სტუმარი.